მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ განვიხილოთ ასეთი მნიშვნელოვანი თემა, რა ხდება ახლა მის ცხოვრებაში, ხო? ჯერ გავაკეთოთ სიგნიფიკაცია. ნახოთ რა ხდება. ანუ რა ვინ მოვიდა დღეს ჩვენთან, რა წყვილზე იქნება საუბარი. დავარით თქვენი ენერგიები ვნახოთ და ვნახოთ რა ხდება თქვენს შორის. მე დავუსვამ უფრო კითხვებს. ვნახოთ ახლა ჩვენ რა აწუხებს, ხო? ანუ თავში რა უდეს, რა ფიქრები სულში. так, რა აწუხებს ნახოთ. რაზე არ უნდა რომ ისაუბროს ნახოთ. რას ფიქრობს თქვენზე და თქვენს ურთიერთობაზე. რა ადგილს იკავებთ თქვენ მის ცხოვრებაში, ესეც გითხოთ. ну, თუ რამე პრობლემა აქვს, საერთოდ ამ თუ რაღაცა აწუხებს, ნახოთ. ანუ არა, სადმე ის ურთიერთობა ის გითხოთ. აი ეს, всё. დავიწყოთ ახლა. და გოგოს ენერგია. და გოგოებო, თქვენ რაღაცა ხართ, როგორც აი, ან ძალიან გადაღლილი ხართ, ან ძალიან ბევრი რაღაცები აიღეთ თქვენს თავზე აქ. შეიძლება ამ გადაიღალეთ ამ ურთიერთობიდან რა, აქ ეგეთი რამე არის რა, იმიტომ რომ ცოტა შუქი ისე ვქნა რა თქვენ. იმიტომ რომ აქ არის რაღაცა, ან რაღაცა ისეთ ეტაპზე ხარ, შეიძლება ზოგი ფიქრობს იმასაც, რომ ხო არ დავასრულო ეს ურთიერთობა, მაგრამ ნახეთ რა საინტერესო არის, რომ აი რატომღაც ესეთი ინფორმაცია მოდის, რომ თქვენთვის ეს ადამიანი არის ძალიან ერთგული, თქვენ რო იცოდეთ რა. და ძალიან კარგად ხედავს ეს ადამიანი თქვენ როგორ გრძნობთ თავს ეხლა და რო გადაიღალით, ამასაც ძალიან კარგად ხედავს. შეიძლება ძალიან ბევრი ვალდებულება გაქვთ აღებული თქვენ თავზე და ესეც ძალიან მოქმედებს, იმიტომ რომ აქ აშკარად ადამიანი გრძნობს, რომ გაკვირდებათ თვითონ იეროფანტის ენერგიაში რაღაცა ძალიან საინტერესო. ჩვენ ახლა ვკითხოთ რას გულისხმობს ახლა აქ, შეიძლება ახლა პრინციპში საჯარო გაშლა გვაქვს, ამიტომ შეიძლება დაკავებული ადამიანი ხარ, შეიძლება დაოჯახებულიც იყოს, შეიძლება რამეს სწავლობს, ან არის იცით როგორი მომენტი არის, რაღაცა სერიოზული ენერგიებში ეს ადამიანი ახლა არ გამეკვირდება, რომ უნდა რაღაცის შენარჩუნება. და ნახეთ ახლა მის ცხოვრებაში მიდის ძალიან დიდი ცვლილებები ახლა. და თუ ეს დავუშვათ, ან თქვენი ქმარია, ან თქვენ მართლა სერიოზული ურთიერთობა გაქვთ, ამას უნდა ამ ურთიერთობის შენარჩუნება, მაგრამ და თან სხვათა შორის, აი რაღაცა რო გითხრათ, რომ ძალიან დიდი ცვლილებები ან რამე რომ მოხდეს, მე ვიტყოდე რომ არ უნდა მაგას. კაი, ნახოთ აბა. თქვენ შორის რა ხდება? ну, აქ არის რაღაც ესეთი მომენტები, შეიძლება მართლა ნახეთ რა ხდება დაუშვოთ. ახლა თუ ეს ეხება ოჯახს, მაშინ მე აქ არ გამეკვირდება, რომ ისეთი ენერგია არის, როცა ადამიანი ნერვიულობს, შეიძლება სერიოზული საუბარი გქონდა და დაუშვოთ თქვენ ახლა უთხარით, რომ ნამდვილად, დავიღალე უკვე რა, არ მინდა ახლა, იმიტომ რომ გოგოს ძალიან ბევრი რაღაცები აქ აღებული ნახეთ. და შეიძლება თქვენ მართლა უკვე ან დაიღალეთ, ან უკვე აქ ზოგს შეიძლება даже ძალიან სერიოზული სიტუაცია მოვიდა ურთიერთობაში დაუშვათ, ახლა არ გამოვრიცხავ, შეიძლება, იმიტომ რომ საჯარო გაშლა ვიღაცის ურთიერთობაში მოხდა даже იმაზე საუბარი, რომ თქვათ ადამიანი ღალატობს, ეგაც შეიძლება იყოს, მაგრამ თვითონ გვაჩვენებს ჩვენ, რომ ნამდვილად ახლა
არ მინდა რომ რაღაცა მოხდეს, ანამდვილად მინდა შევინარჩუნო ეს ოჯახი. აი აქ ესეთი ენერგია მოდის ჩემო ლამაზებო. იმიტომ რომ შეიძლება მოხდა რაღაცა ესეთი გაუგებრობა თქვენს ურთიერთობაში, არ გამიკვირდება რა. ან რამე გაიგეთ შეიძლება დაუშვათ. აი იმას ხედავთ ერთგულობას კი გიცხადებს, მაგრამ აქ ერთგულობა როგორ არის, იცით? აი, ნუ იმ შემთხვევაში დაუშვათ, თუნდაც თქვენ დაუშვათ გაიგეთ რამეს ამ კუთხეზე, მაგრამ ეს ოჯახს არ მიატოვებს. აი ეს ახლა თუ დაუშვათ ვინმე გოგოებო თქვენი საყვარელი ადამიანი, ვთქვათ, ნუ მესამე პირი თუ ხართ, იცოდეთ რომ აი ამ გაშლაში არის სიტუაცია, როცა მამაკაცი იმის მიუხედავად რომ შეიძლება იყოს აქ გაუგებრობა, შეიძლება თქვა დაჟე ის თქვით რომ შემორჩა აღარ მინდა მე უკვე ამისი მოთმინება, მაგრამ ნამდვილად რანაირი კრიზისიც არ უნდა იყოს, აქ ადამიანს უნდა შენარჩუნება თავისი ოჯახის. ნახოთ აბა რა აქვს ამას თავში, რას ფიქრობს ეს ადამიანი. ნუ პრინციპში ფიქრობს, იცით რა არის აქ შეიძლება უსამართლობაზეც ფიქრობს, იმიტომ რომ ახლა გააჩნია ზოგჯერ შეიძლება დაუშვათ ახლა აი თქვათ მე ერთგული ვარ სიტყვაზე შენი იმის მიუხედავად ვხედავ რომ შენთვის ახლა ძნელია რთულია რაღაც ეს პერიოდი, მაგრამ თუ დაუშვათ თქვენ რამე საყვედურს ეუბნებით, იმიტომაც შეიძლება აქ მოხდა როგორი თემა იცით, აი დაუშვათ თქვენ ნუ ეჭვი შეგეპარათ, ხო, თქვენს პარტნიორში ვთქვათ, ნუ გმარის პარტნიორი იგივე, ხო, იმიტომაც მაგას ვუძახე პარტნიორს. ეჭვი შეგეპარათ თქვენ და დაუშვათ ახლა ნუ ძალიან გულნატკენი ხარ და უთხარეთ რამე საყვედური. ამ დროს ადამიანი შეიძლება, ნუ თქვენ შეიძლება ეჭვიანი ხართ და მაგიტომ თქვათ რაღაცა უთხარით და ეს გრძნობს რომ ახლა რაღაცა უსამართლობა ხდება, მე არ მეყუდნო და ის რაც დაუშვათ მოვისმინე. ნუ და მოდით გავაგრძელოთ აქედან უფრო ნახოთ ჩვენ სურათს რა იქნება სულიერად ახლა რა არის, იცით მაგას ნამდვილად ახლა უნდა რომ აი ეს გაუგებრობა რაც აქ არის, აი დამთავრდეს რა. ანუ ნეტა მალე დამთავრდეს, ნეტა მალე გაერკვას ეს ყველაფერი. ანუ ეთყობა ამას ახლა რომ ვთქვათ, უნდა და მოსწონს ეს რაღაცა ეგეთი სიტუაცია, ვის მოეწონება, სადაც ახლა ნამდვილად ნუ ვერ გრძნობს კარგად ადამიანი თავს ამ წუთში, იმიტომ რომ შეიძლება ფიქრობს რომ რაღაცა უსამართლოდ მე აქ თქვათ რაღაც მითხრეს რა. ნუ თვითონაც აი ხო გეუბნებით სიტუაცია ძალიან ესეთი მძიმეა, იმიტომ რომ აქ უეჭველი იყო რაღაცა მომენტი, როცა ადამიანებს მოუვიდათ არასასიამოვნო საუბარი და ნამდვილად ეს ადამიანი ახლა ძალიან გრძნობს თავს სულად. თუ დაუშვოთ თქვენ კიდევაც მაგას უთხარით რომ მოდით ვთქვათ, აი ვაფშე საერთოდ განკორწინება მინდა, არ მინდა შენთან არაფერი, ეს ინფორმაცია მაგისტრის ძალიან მძიმეა. და სულ მაგაზე ფიქრობს, იმიტომ რომ ნამდვილად ეს სიტუაცია მაგას ნუ არ მოსწონს რომ იტყვიან რა. რა აწუხებს ყველაზე ძალიან ახლა მაგას, ნუ თავისი ოჯახი აწუხებს მაგას ყველაზე ძალიან, იმიტომ რომ ნამდვილად აქაც გვაჩვენა რომ აი ეს არის მე არ მინდა არანაირი ცვლილება, მე ნამდვილად მინდა შევინარჩუნო ჩემი ოჯახი, იმიტომ რომ აქ რაღაცა ტრანსფორმაციას განიცდის. კი, შეიძლება დაუშვათ რომც იყოს აქ რამე ისეთი რომ თქვათ მან ნუ მოულოდნელად თქვენ დაიჭირეთ ეს ადამიანი რაღაცა სიტუაციაზე, ხო? ნუ მაგი ხა ძალიან განიცდის ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მაგისტრის ოჯახი მნიშვნელოვანი. აი ზუსტად ეს მომენტი, აი საყურადღებოდ გოგოებს, ვინც არიან სამკუთხედზე, მაგრამ არიან მესამე პირები უკვე, რომ აი რაც არ უნდა იყოს, იცოდეთ, რომ თუ რაც არ უნდა გითხრას, თუ გეუბნებათ, რომ აი მე დაუშვათ ოჯახს დავტოვებ და მე ხა ის რაღაცა არ არის ხშირ შემთხვევაში მამაკაცი მზად იმისათვის რომ დატოვოს ოჯახი და თუ რამე ეგეთი გაუგებრობა ხდება, ნუ გაუგებრობა რა მხრიდან ვიზახე, რომ თქვა დაუშვათ გაიგო ცოლმა რამე, იცოდეთ ეს აუცილებლად აი ესეთ მდგომარეობაში ჩავარდება. აი 1% თუ დაუშვათ იტყვის რომ კი თქვათ მყავს მე საყვარელი ქალი და მივდევარ, ხო? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მამაკაცები იმიტომ მიდიან ხალათზე, როცა რაღაცა არ აწყობს მაგათ თქვათ იმ ურთიერთობაში, რა ურთიერთობაშიც ეხლა იმყოფებიან. ანუ ხშირად ეს არის ცოტა შუქი მინდა რომ გავაკეთო, რომ კარგად ჩანდეს.
ხშირ შემთხვევაში ეს არის ისე, როცა დაუშვათ თქვენ, ვერ იღებს თქვათ ურთიერთობიდან ცოლთან თქვათ, შეიძლება სექსუალური თემა იყოს, ხო, დაუშვათ გადაღლილია ხალი თქვათ და აღარ უნდა ეხა ეს თქვათ ურთიერთობა სექსუალური. კიდე რაღაცები, ეხა მე არ ვამართლებ ცოლებს არასოდეს, იმიტომ რომ თუ მათი ქმრები ღალატებენ, დიდი აქ დანაშაული აქვთ ცოლებს, იმიტომ რომ ავიწყდებათ, რომ ის ქმარი მარტო კი არის, რომ მამას, თქვათ, შვილების მამა, ხო? ის არის მამაკაცი, იმას შეუყვარდეს შენ ისეთი, როგორიც იყავი კორწინებამდე და შენ თუ კორწინების მერე შეიცვალე და თავის ტკივილები დაგეწყო და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეხლა იქნება ადრე თუ გვიან რაღაც მომენტები, რა იცოდეთ რა. კიდე ვნახოთ ეხლა რაზე არ უნდა რომ ელაპარაკოს, მაგან რაზე არ უნდა ელაპარაკოს, რაზე არ უნდა ელაპარაკოს და ზუსტად ალბათ იმ თემაზე, რომელიც თქვათ მაგას რაღაცას აქ შეიძლება მალავს დაუშვათ და ნამდვილად არ უნდა რომ ამ თემაზე ილაპარაკოს, თქვათ რაღაცა რომ ხო რა, არ უნდა რა, ეს რაღაცა ისეთ როგორი ელაპარაკი არ უნდა რომ თქვათ გარჩევები და რაღაცა რომ მადანაშაულებენ და რაღაც ეს აწუხებს ძალიან და არ უნდა რა შეიძლება თქვათ, იმიტომ რომ აქ ხო ხედავთ განწყობა ისეთია რომ მე არაფერი დამიშავებია, მე ოჯახის არ დავანგრევ. იმის მიუხედავად კიდევაც გეუბნებით თუ არის ტყვილი. ეს უარს ამბობს ნამდვილად და არაფერსაც არ მოიმოქმედებს იმისათვის რომ თქვა დაუშვათ ოჯახი დატოვოს და წავიდეს. არა. ნამდვილად არა და არ უნდა ნამდვილად მაგაზე ლაპარაკი, არ უნდა საყვედურები, იმიტომ რომ შეიძლება თვითონაც რეაგირებს ცოტა აგრესიულად, იმიტომ რომ აქ საშნელი რაღაცა მოხდა რა, იჩხუბეს ძალიან, შეიძლება ხო გეუბნებით იმ დონეზე, რომ მე დავასრულე ურთიერთობა. ეგ შეიძლება ცოლ-ქმრულიც არ იყოს, უბრალოდ ეხლა თქვენთვის არის მნიშვნელოვანი ეს ურთიერთობა. მნიშვნელოვანი როგორ ერთად ცხოვრობთ დაუშვათ, ხო? იმიტომ რომ საჯარო გაშლა, ამიტომ შეიძლება ეგ ვარიანტიც იყოს, მაგრამ ის რომ ამას ნამდვილად ეხლა მძიმედ რო განიცდის ამ სულ ყველაფერს ამ სიტუაციას და უნდა სიტუაციის შენარჩუნება, ოჯახის, იქ სადაც არის, ხო? ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი სიტუაცია არის რა. ვნახოთ ეხლა ჩვენ მაშინ რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე და თქვენს ურთიერთობაზე. ეხლა განცდებში არის, ნახეთ იგივე, ძალიან განიცდის ეხლა, ძალიან რაღაც, შეიძლება და ჟარ გამეკვირდება ვიღაცა თუ დაუშვათ ეხლა ან სვამს, ან თქვათ რაღაცას, დეპრესიაში რო ჩავარდნილი ადამიანი აქ ახლა აშკარად არის რა. და რატო ხარ ასე? დაენგრა რაღაცა, აქ დაენგრა, რაღაცას, ეს საუბრის მერე, ეტყობა ხო გეუბნებით, აქ თუ თქვენ დაიღალეთ და თქვენ უკვე მართლა უთხარით, რომ მორჩა აღარ მინდა, მე ვეღარავიდან ვერანაირ ვერც ღალატს, მე ვერანაირად ვერავიდან ვერცნაირ, ესე რა ქვია, დაუშვათ ეხლა, იმიტომ რომ აქ ნახეთ ეხლა, აქ მონათესავე სულებიც არიან რა, იმიტომ რომ ეს გრძნობს, ნახეთ, კარმული ურთიერთობაც არა, უფრო რაღაც, იმიტომ რომ მონათესავე სულების შეიძლება, იმიტომ რომ ეს ადამიანი კარგად გრძნობს თავს, იქ სადაც არის, უბრალოდ, მიზეზე, მაშინ მიზეზე, მოდით აბა ვკითხოთ, ნამდვილად ქონდა ღალატი? ვიცით როგორი მომენტი არის აქ? შეიძლება ღალატი არა, მაგრამ აქ შეიძლება ხო გეუბნებით, ეს ადამიანი ნამდვილად, რასაც ვერ პოულობს ოჯახში, ის მერე უკვე ეძებს ურთიერთობაში, რაც არა აქვს ამას, ხო? ის ეძებს სადღაც, შეიძლება ინტერნეტში დაუშვათ რაღაცა უბრალოდ მიმოწერა ქონდეს სიტყვაზე, ხო? და მაგაზე გამოიჭირეთ სიტყვაზე. ან თქვათ, აქ შეხება ქონდა? აღარ რო გითხრათ, რომ ქონდა, არა მგონია, არა. აქ უბრალოდ ივსებდა იმით, რაც მას აგეუბნებით. ეს არის ძალიან ისეთი თემა არის რა. იმიტომ არის, რომ იძულებული გავხდე უკვე მე საერთოდ, მიზეზე მითხარი.
ნუ გართობა მოუნდა რა, გართობა მოუნდა მაგას, იმიტომ რომ ნახეთ ხა ცოტა დასვენება უნდა და ოჯახით. ხო გეუბნებით, ცოტა დასვენება უნდა და ამ ადამიანს და უბრალოდ ეხლა აი ეს ზუსტად ეს პოზიცია, ძალების მოკრება, ანუ ენერგიის აღება. ნახეთ, როცა ადამიანი არის, ნახეთ, ხალი თუ და გადაღლილი, თუ თქვენ 15 სამსახურზე მუშაობთ, თუ თქვენ ყველანაირად ეხლა სამსახურის მერე თქვათ კიდე რაღაცებს აკეთებთ დაუშვათ. თუ თქვენ გადაღლილი ხართ რაღაცით, ხო? რა თქმა უნდა, ასეთი პოზიციით თქვენ ეხლა უკვე თქვენ მამაკაც, ანუ ვერ სექსუალურ ენერგიას მისცემ და ვერც ვერაფერს. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია ისეთია, რომ ადამიანი ეხლა დაუშვოთ ნუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა აი უშუალოდ ოჯახებში რა. აი ძალიან მნიშვნელოვანია, როცა რო უნდა იმუშაოთ, იმიტომ რომ თუ თქვენ ცოტა მოდუნდეთ, თუ თქვენ ეხლა მაგას ვთქვათ, შეიძლება აბრალებთ იმაში, რომ აი შენ მე არ მეხმარები, ყველაფერი ჩემს თავზე არის, ყველაფერი ის და თუ თქვენ მაგას საყვადურებს უბნებით, იცოდეთ რა ყველა ვარიანტში ეს სიტუაცია შეიქმნებოდა, იმიტომ რომ მაგას ჭირდება ეს სექსუალური ენერგიაც, რომელიც ახლა არ არის და ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ თუნდაც აი სურათებსა თვალიერებ და რაღაცას უყურებ და ვიღაცა გოგოებს უყურებ და ან რაღაცას და თქვენ ახლა ამაზე შეიძლება გაბრაზდეთ და თუ კიდე ახლა რამეზე შეგეპარათ, კი გექნებოდათ აქ ძალიან რთული საუბარი. მაგრამ ამისთვის ოჯახი მნიშვნელოვანი, კიდე ერთხელ გეუბნებით, უბრალოდ ეს სჭირდებოდა ეს ენერგია, რომელიც აღარ ქონდა ადამიანს. აქ ძალიან სერიოზული არის საუბარი გოგოსთან, მე ასე ვეთყოდი რა. და თუ ახლა თქვენ იტყვით, რომ ნუ რა ვქნა, ახლა ის არაფერს არ აკეთებს და მე ნუ არ არსებობს რა, არ არსებობს მაგას. ყველა რასაც შეუძლია იმას აკეთებს და ყოველთვის უნდა რა თქმა უნდა გითხო რისთვის არის ეს სიტუაცია ჩემთვის რა რისთვის არის ეგეთი პარტნიორი ეგეთი ქმარი თქვა ჩემს ცხოვრებაში რომ ყველაფერი მე მიწევს დაუშვათ რომ ვაკეთო და იმისგან არაფერი არ არის თქვა ხო ნუ როგორც თქვენ თვლით და აქ ხა ეს საუბარი რო იყო აქ ძალიან მაგაზე იმოქმედა ამ საუბარმა და ძალიან აი დამანგრეველი იყო მაგისტრის და ნუ ნანობს რა თქმა უნდა ეს ადამიანი რო ეს გააკეთე რაც გააკეთე დაუშვოთ ხო აი ძალიან ნერვიულობს და ძალიან ნანობს ეს თქვენ რა ადგილს ეკავებ მის გულში ნუ ძალიან მნიშვნელოვანს პრინციპში რა ვერ ვეთქვი რომ ახლა არ იკავებ თქვენზე ფიქრობს ეს ადამიანი თქვენ ნუ ძვირფასი ადამიანი ხართ მაგისტრის აქ გეუბნებით გოგოება ნუ აბრალებთ ყოველთვის ბიჭებს რომ აი ასეთი ხარ დაფიქრდეთ რა მოვაკელე ხო შეიძლება თქვა რომ არც არაფერი მაგრამ თუნდაც ახლა დაუშვათ სექსუალურად კარგად გახართ ხო და არანაირი პრობლემა მაგაში არა გაქვთ ხო მაგრამ შეიძლება ცივად იქცოთ იმიტომ რომ დაღლილია გოგო გაიგეთ შეიძლება თქვა აი თქვენ თუნდაც გამოგელიათ უკვე ენერგია და რა მისცე ხა ის რაც მე არა მაქვს ხო ну აქ არის ესეთი საჯაროდ გასარჩევი სიტუაცია არ არის რა თქმა უნდა ყოველს თავისი რაღაცა მიზეზები ზოგს ხა საერთოდ არის ეს გაკვეთილი კარმული და იმისთვის შემოვიდა პარტნიორი რომ რაღაცა უნდა გაიგოთ თქვენ ხო თქვა თქვენი კონტრაქტები და ასე შემდეგ მაგრამ ის რომ თქვენ მაგისტრის ახლა მნიშვნელოვანი არის ნომერ 1 რო ხართ კი შემიძლია გითხრათ უბრალოდ აქ შეიძლება შეცდომა დაუშვა ადამიანმა და მაგიტომ ну რაღაცა დამალა და ახლა ნერვიულობს ძალიან რა მაგრამ აქ სერიოზული რო გითხრათ ახლა ну არ იყო არაფერი ისეთი რომ თქვენ რის გამოც დაუშვათ დაანგრიეთ ოჯახი ნამდვილად და ну საერთოდ იქნება აქ შერიგება ან გექნებათ ეს იყო თქვენთვის რაღაცა მნიშვნელოვანი სიტუაცია ძალიან მნიშვნელოვანი შემიძლია გითხრათ უბრალოდ უნდა დაფიქრდეთ რისთვის იყო თქვენთვის ეს სიტუაცია რომელიც აქ მოხდა მაგრამ შერიგება იქნება და ახალი შანსი მოგეცემათ თქვენ იმიტომ რომ გოგოებო ძალიან ადვილია რომ დაანგრიო ყველაფერი მაგრამ ძალიან ძნელია ააშენო მithumetes როცა გიყვართ თუ დაუშვათ ახლა ეს რა თქმა უნდა სისტემატურია და თქვენ ახლა დაიჭერეთ ესეთ თემაში რომ აი მართლა ხალატებს იმ დონეზე რომ უკვე ნუ
მაშინ მაგ შემთხვევაში უკვე უნდა დაფიქრდეთ თქვენ თვითონ, მაგრამ აი აქ მივხვდავ, რომ შეიძლება ადამიანს არაფერი ისეთი გაუკეთებია, უბრალოდ თქვენ აი რაღაცას გამოიჭირეთ. ხო გეუბნეთ ან სურათებში, ან შეიძლება რაღაცა უმნიშვნელო მიმოწერაზე, მაგრამ სერიოზული რო თქვა, აი ამ ბიჭმა რომ всё მე ოჯახი არ მჭირდება, მე ვიღაცა საყვარელი მყავს და მე მინდა ახლა მაგასთან წავიდე და დედადე შენ აღარაფერი არ ახარ ჩემთვის. ეს არის სისულელე. აქ არ არის ეგეთი სიტუაცია, აქ პირიქით ეს მაგისთვისაც იყო ძალიან ისეთი შემანძრებელი, ну, იმიტომ რომ ადამიანს ეხა რაც ეს თავისი ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად აი აქ 1000%-იანი შემიძლია თქვა, რომ ადამიანი არ აპირებს არანაირად ოჯახის დატოვა, პირიქით ძალიან განიცდის, რომ ეს ყველაფერი იყო. თუ დაუშვოთ კითხვა გაქვთ ნანობს თუ არა ის თავის აქციელზე, შეიძლება ეგრეთ დავარქვა ვიდეო. ხო, კი, შემიძლია გითხრათ, რომ კი, ნამდვილად ნანობს, თან ძალიან ნანობს. მაგრამ და, ну, მოდდება თქვენ რჩევა დავუშვათ, აი ამას ავიღოთ ჩვენ. თქვენთვის რჩევა დაროსგან მოდდება, რა უნდა გააკეთოს თქვენ. ну, აი ხო გეუბნებით, რომ უნდა აპატიოთ რა, იმიტომ რომ ეს არის, ну, ეს რაღაცა იცით რა არის? აი აქ თქვენთვის პრინციპში რაღაც ახალი გზა გეხსნებათ რა, იმიტომ რომ ეს გაკვეთილი იყო რაღაც უეჭველი თქვენი. ну, რა თქმა უნდა, პირადში მე ხავ ნახავდი მატრიცაში რა გაკვეთილი, მაგრამ ის რომ დაუშვოთ თქვენ გეუბნებით, რომ ну, ნახეთ ახლა ახალი გზა არის, ახალი გზა გეხსნებათ თქვენთვის ეს. კი. კი. შეიძლება даже ამის მერე თქვენს დაფიქრდებით, დაელაპარაკეთ, გაიგეთ, დაელაპარაკეთ, დაჯეკეთ და დაელაპარაკეთ და ნამდვილად მოусმინეთ მაგ ადამიანს, ერთმანეთს უთხარით, რა გაწუხებთ თქვენ და ნახეთ, როგორი ახალი გზა გეხსნებათ თქვენ საერთოდ თქვენი სიყვარულისკენ და თქვენი ურთიერთობისკენ. აქ უბრალოდ საუბარი არის, ყოველთვის საუბარი არის საჭირო და არა ისე რომ კივილ-წივილით და რაღაცებით, არა და საყვედურებით. უბრალოდ არაფერი არ ხდება ტყუილა უბრალოდ ურთიერთობაში, ყველაფერი ხდება რატომღაც და რაღაცისთვის და ამიტომ აქაც გაარკვიეთ, დაელაპარაკეთ და იმიტომ რომ აქ ფიზიკური ღალატი არ იყო. აი თუ ესე რა გაინტერესებთ, აქ ფიზიკური ღალატი არ იყო. ნამდვილად არ იყო. უბრალოდ ეხლა შეიძლება, ну, თქვათ ადამიანმა, ну, დაათვალიერა რაღაც სურათები ან რა ვიცი, даже თუნდაც მიმოწერაც რო ყოფილიყო, აქ ფიზიკური ღალატი არ იყო. აი ესეთი ჩიმოლამაზებოდ დღევანდელი ინფორმაცია, გელოდებით კომენტარებში, აბა მომწერეთ თუ რეზონირდა, რამდენად თქვენი სიტუაცია, რამდენად იცანით.